Ტილებით არ დასრულდება საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალების მოსვლის საფრთხე იქნება. Ამ საფრთხეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი პროგნოზირებს BBC-სთან ინტერვიუში. თინა ხიდაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ დასავლეთის ინერტულობის გამო ჩვენს ქვეყანაში ნატოსა და ევროკავშირის სკეპტიკოსთა რიცხვი იზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. Როგორც მინისტრი ამბობს, ბევრი რამ 2016 წელზე იქნება დამოკიდებული, როცა ვარშავის სამიტიც და ქართული საპარლამენტო არჩევნებიც ერთმანეთს ემთხვევა. თავდაცვის მინისტრის ამ განცხადებებზე ადგილობრივ გამოხმაურებას მართა არდაშელია გაეცნო. Tina Hidasheli, welcome to Hard Talk. Hard Talk-ის კითხვებზე თინა ხიდაშელის პასუხებმა პოლიტიკური დისკუსიები თბილისში გამოიწვია. თავდაცვის მინისტრმა ნატოს საქართველოს ურთიერთობების მთავარი გამოწვევა ასე აღწერა. თუ ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის ასიკეთო გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, არის იმის საშიშროება, რომ ქართულ პარლამენტში პრორუსული ძალები მოვიდნენ გადამწყვეტი ხმის უფლებით. ეს მოლოდინი ნამდვილად არსებობს და ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვებიც ამაზე მიანიშნებენ. ქვეყნის მთავარძალოვანს პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიან საქართველოში უპასუხეს. თინა ხიდაშელს პარტიის პოლიტიკური მდივანი აკრიტიკებს. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, იგი ახლა ევროპაში იმყოფება, რამდენიმე დღეში კი მოსკოვს ესტუმრება. Როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ პატარა საქართველო 50 კილომეტრში დაშორებული ერთმანეთს დაპირისპირებული ბლოკი, ერთგან ნატო, მეორეგან თქვათ რუსეთის ბაზები, რომლებიც არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ამიტომ ამას არ ხსნიან. მართლ გუნდში საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაში ეჭვი არ ეპარებათ. აქ აცხადებენ, რომ ნატოსთან არანაირი დისტანცირება არ ხდება. პირიქით, ქვეყანა სამხედრო ალიანსის სტანდარტებს დღითი დღე უახლოვდება. მარტო სამხედრო საკითხებს არ ეხება, ეს არის პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის საკითხი, ადამიანის უფლებების საკითხები, ყველა მიმართულებით საქართველოს ძალიან პოზიტიურად გამოიყურება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნატოსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდება. ხელისუფლების ძალისხმევას საკმარისად არ მიაჩნიათ ოპოზიციაში, სადაც ქართული ოცნების წევრებს პრორუსული ძალების რიგებში მოიაზრებენ. ერთი ინტერვიუ BBC-ზე არ არის საკმარისი წარმატების მისაღწევად, საქართველოს მთავრობა რეალურად არ ეწევა აქტიურ მუშაობას, არ მუშაობს ვაშინგტონში, სხვა დედაქალაქებში. ამავე დროს საქართველოს მთავრობა ივანიშვილი მათი ბატონი არის ღია ალიანსში შესული პრორუსულ პოლიტიკურ ძალებთან. თინა ხიდაშელის განცხადებაში ნატოს დაშანტაჟების მცდელობა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა შენიშნა. ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ამ ტონალობაში დასავლელ პარტნიორებთან დიალოგი კონტრპროდუქტიულია. მიუთითებს სწორედ ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება ერთიან სამთავრობო სტრატეგიას და პოლიტიკას ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღებას საქართველო 2008 წლიდან უშედეგოდ ცდილობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თბილისთან ღია კარის პოლიტიკის პრინციპით თანამშრომლობს, თუმცა სრულუფლებიან წევრობაზე კონკრეტული ვადები შეთანხმებული არ არის. რეკლამის შემდეგ სხვა სიახლეებით დაგიბრუნდებით. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. რაც არ უნდა გაიზარდოს თქვენი პატარა, თქვენი სიყვარული და ღამის მშრალი ძილი პამპერსში ეხმარება მათ, რომ მოემზადონ მომავლისთვის. პამპერსი შეიცავს სუპერ შემწოლ მიკრომარგალიტებს, რომლებიც სისვალეს სწრაფად ბლოკავენ. 12 საათის განმავლობაში აჩუქეთ თქვენს პატარას ნათელი ხვალინდელი დღე. პამპერსი გისურვებთ სიყვარულს, ძილს და თამაშს. თუ ვინმეს ასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი.
აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. მაგთის ოფისებში შეიძინე Huawei-ის ნებისმიერი smartphone და 1 წლის განმავლობაში მიიღე ინტერნეტის საჩუქრად, ახლა უკვე გაორმაგებული მეგაბაიტებით. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი თაობის 4G smartphone-ით. არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ Bosch-ის მაცევრები. შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მაცევრები საუკეთესო ფასად, მხოლოდ Elite Electronics-ში. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. NASA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩარლზ ბოლდონმა სპეციალური ბრიფინგი მე მგონი გხედავს მოიცა რას გხედავ გაჩერდი რა გავიგოთ რა არის ახალი ბოლდონის განცხადება ახალი ის არის რომ ვინ ავიყიდე ხო ამ კვადრატში სეცხიც ავიღე და შენ წარმოიდგინე არ მახტევინებენ ეგ როგორ კომპლექტებულმა ჟურიმ აი ავიღე და 1 წელი არ მახტევინებენ რაღაც დაუჯერებლად ჟღერს ნომინაციებით გამარჯვებული ნარწმუნებული ხარ კი საბედნიეროდ ახლა დრო მაქვს ძველი ბინა კარგად გავყიდო შემდეგ ახალ ბინაში გადავიდე და მშვიდად მეძინოს უკაცრავად და საერთოდ არ გადაიხდით როცა გადავალ მე გადავიხდი ხო გითხარი ხედავს მეთქი აბა მიჩქმიდე შეიძლება ეს პირობა სიზმარს გავს თუმცა M კვადრატი მართლაც გთავაზობთ იპოთეკურ სესხს, რომელსაც იღებთ ახლა და არ იხდით სანამ ახალ ბინაში არ გადახვალთ. აირჩიეთ M კვადრატის 4 მიმდინარე პროექტიდან თქვენთვის სასურველი და იცხოვრეთ უკეთესად. გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. პორტალი MyMakti, ეს არის Makti-ის ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი, შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20 და SMS-ით მიიღე MyMakti-ის გადმოსაწერი ბმული. MyMakti, უახლესი ტექნოლოგიები Makti-ის ხარისხით. მიიღეთ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი თვეში 2%-დან, ერთ დღეში. დაგვიკავშირდით თბილისი, ბათუმი, სვის კაპიტალი, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ. გაწუხებთ მუცლის შებერილობა. ეს პომიზანი ამცირებს გაზების რაოდენობას ნაწლავებში და გმატებთ თავდაჯერებულობას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ეკიპს. ხმაურიან და შებერილ მუცელს ეს პომიზანი უშველის უწევ. 3G 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით Beeline-ისგან. შეიძინე 4G smartphone-ები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები Beeline-ის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. Beeline-ი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი. ექსპრეს ბანკში დაგროვების დაწყება ყველაზე მარტივია. გახსენით ექსპრეს ანაბარი მინიმუმ 10 ლარით. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია Makti.
შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი smartphone-ით და ახლა უკვე გაორმაგებული ინტერნეტით საჩუქრად. ეს არის ქრონიკა 8-ზე. Volkswagen-ის საერთაშორისო სკანდალში გაეხვია ავტომანქანების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კონცერნს 18 მილიარდიანი ჯარიმის გადახდა ემუქრება. Volkswagen-ს ეკოლოგიური ნორმების დარღვევაში ედება ბრალი. ამ ფონზე კომპანიამ ნახევრად შეაჩერა დიზელზე მომუშავე მოდელების წარმოება, რადგან ბრალდება სწორედ დიზელის ძრავის მქონე რამდენიმე მოდელს. 2008 წლის შემდგომ წარმოებულ Jetta-სა და Golf-ს, ასევე Audi A3-ის ბოლო მოდელს უკავშირდება. სკანდალმა Volkswagen-ის აქციების ფასი მკვეთრად დააგდო. Volkswagen-ის ქართულ წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, თუმცა როგორც განგვიმართს, მსგავსი მოდელის ავტომანქანები ქართულ ბაზარზე არ გაყიდულა. ხათუნა გაბიევი გიამბობთ მსოფლიო ავტოსკანდალზე. ეკოლოგიური უსაფრთხოების ტესტით მანიპულირება თუ რეალური დარტყმა კომპანიის რეპუტაციაზე. Volkswagen-ის კონცერნს, რომელიც სკანდალში გაეხვა 18 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. საქმე დიზელის საწვავზე მომუშავე Jetta-სა და Golf-ის მოდელებს, ასევე 2014-15 წლებში წარმოებულ Audi A3-ის მარკის ავტომობილებს ეხება. ავტომობილების ბორტკომპიუტერის პროგრამა შეეძლო იმის განსაზღვრა, მანქანა ჩვეულებრივ თუ სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ტესტირებისას კი მოწყობილობა ეკოლოგიურად სუფთა რეჟიმზე ავტომატურად გადადიოდა. დიზელის ძრავის მქონე მანქანებში მავნე გამონაბოლქვის ტესტების გაყალბებაზე ეჭვი თავდაპირველად შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო მიიტანა. მოგვიანებით მას მხარი ევროპამაც აუღა. ფიქრობ აუცილებელია შემოწმება ევროპულ დონეზეც, თუნდაც ხალხის დასამშვიდებლად. საქმე ხომ უბრალოდ ტყავის ხარისხიანობას არ ეხება. საუბარია მომწამლელი დაბინძურებისგან ადამიანების დაცვაზე. ვიმედოვნებ, ყველაფერი მალე გაირკვევა, როგორც ტექნიკური ხასიათის დავა, ასევე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც. ეს Volkswagen-ის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ხმაურიან სკანდალს შეერთებულ შტატებში Volkswagen-ის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად თეთრი სახლის გამო ეხმაურა. თუ პირველმა მომხმარებლების ნდობის აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, სახელმწიფო უწყებაში შეშფოთება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა პირველ რიგში გარემოს დაცვის სააგენტოს დააკისრეს. გამოძიებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვის სააგენტოა და ისინი ადეკვატურად მოქმედებენ. გამოძიებით უკვე სამხრეთ კორეის ხელისუფლებას დაინტერესდა და უახლოეს მომავალში შეუდგება კიდეც 5000-მდე საეჭვო ავტომობილის შემოწმებას. პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში შემოწმებას უკვე დიზელზე მომუშავე ყველა გერმანული მანქანა დაექვემდებარება. ამერიკაში Volkswagen-მა უკვე გაიწვია უკან დაახლოებით 9 მილიონი ავტომობილი და შეწყვიტა საეჭვო მოდელების გაყიდვა. მანამდე ვიდრე შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო Volkswagen-ის ახალ 2016 წლის Passat-ს ამბიციური ლოზუნგით სუფთა დიზელი მწვანე შუქს აუნთებს, კონცერნის აქციების ფასი 20%-ით უკვე დაეცა. წიგნი, რომელიც შეერთებულ შტატებში დღემდე ბესტსელერად ითვლება, უკვე ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია. თაგვებსა და ადამიანებზე ჯონ სტაინბეკის ეს რომანი ერთ-ერთი საკვანძოა მის შემოქმედებაში და ის ქართულად პირველად ითარგმნა. ნობელიანტი მწერლის ნაწარმოების ქართული ვერსიის წარდგენა გამომცემლობა არტანუჯმა განსხვავებული ფორმით დაგეგმა. დიდი დეპრესიის პერიოდის ერთ ისტორიას მოძრაობის თეატრი პერფორმანსით გააცოცხლებს. შორნა კოპალეშვილი გიამბობთ, რა იქცა მთარგმნელის შთაგონების მთავარ წყაროდ და როგორ იქნება სტაინბეკის რომანის ქართული ვერსიის პრეზენტაცია. ჩვენთან იშვიათად ეხმარებიან ადამიანები ერთმანეთს, თქვამან ჩაფიქრებით. არ ვიცი რატომ ხდება ასე. იქნებ ამ დაწყევლილ სამყაროში ყველას ეშინია ერთმანეთის. რომანი მარტოობასა და პირადი თავისუფლების მოპოვებაზე გვანცა ჯობავას ახალი თარგმანის მთავარ мотивაციად იქცა. ნობელიანტი მწერლისგან წიგნში თაგვებსა და ადამიანებზე მკითხველს ჯონ სტაინბეკის ჩვეული მარტივიანით მარადიულ თემებზე დაწერილი ორი მეგობრის ისტორია ელის. ჯონ სტაინბეკს ზოგადად საქართველოში ვახტანგ ჭელიძისეული თარგმანით იცნობენ, განსაკუთრებით ზამთარი ჩვენი მღელვარებისა და ტორტილა ფლეტი. თუმცა აი ამის გვერდით უკვე ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი მის შემოქმედებაში თაგვებსა და ადამიანებზე, რომელიც ცოტა განსხვავებული სტილითაც არის დაწერილი. სხვათა შორის ამ წიგნს ადვილად გვაკითხებს მისი ენის სიმარტივე, თუმცა ეს არის რაღაცნაირად სიმარტივეში ჩანს თვითონ აი ამ ავტორის და მისი იდეის გენიალურობა. ცნობილ ამერიკელ მწერალს ჰოლივუდის მწერალსაც უწოდებენ. მისი 27 წიგნიდან დღემდე 17-მდე რომანის ეკრანიზაცია შედგა. ყველაზე პოპულარული სწორედ 90-იან წლებში გადაღებული თაგვებსა და ადამიანებზე იქცა, სადაც მთავარი პერსონაჟის ლენი სმოლის როლს ჯონ მალკოვიჩი თამაშობს. თუმცა ეკრანიზაციამდე რომანი პირველად ბროდვეიზე დადგეს.
როდესაც პირველად პიესის სახით გადაკეთდა და დაიდგა ბროდვეიზე სპექტაკლად ეს წიგნი, ჯონ სტაინბეკი არ დაესწრო ამ სპექტაკლის პრემიერას და თქვა, რომ წიგნი იმდენად სრულყოფილია, რომ ნებისმიერი მცდელობა მისი სხვა სახით წარმოვაჩინოთ, იქნება ძალიან დიდი იმედგაცრუება და გაწყვილებაო. შესაბამისად, უარი თქვა, რომ წასულიყო ამ სპექტაკლის პრემიერაზე. ჰოლივუდის მწერლად აღიარებული ავტორის ქართული თარგმანის პრეზენტაცია პერფორმანსის გარეშე არ ჩაივლის. ერთო ჩემო შეშლილი ნაძირავა. დავითამია ჯორჯი. მაგრამ მე არ მომიკლავს. მართლა ვიპოვე, არ ვიპოვე. მოძრაობის თეატრში წიგნის ფრაგმენტებს თეატრის მსახიობები გაითამაშებენ. დამავიწყდა. პიესის სტრუქტურა აქვს ამ რომანს. ეს ჩემი გადმოსახედიდან. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ნამდვილად ამ უცხო გარემოში პირველად იხილავს სინათლეს ჯონ სტაინბეკის ახალი თარგმანი. არ გავცემ ბოლომდე რა იქნება, ყოველ შემთხვევაში პატარა თეატრალური დადგმა იქნება თვითონ წიგნიდან, ფრაგმენტი იქნება იმ ცნობილი ფილმიდან, რომელიც ამ წიგნზე გადაიღეს. საღამოს ბოლოს გელოდებათ არგენტინული ტანგოს მასტერკლასი. როგორია უბრალო ადამიანების ხვედრი რთულ, დაუნდობელ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში. ამ კითხვაზე მკითხველს ხვალიდან ჯონ სტაინბეკის რომანის ქართული თარგმანი უპასუხებს. ბოლოს გავიგოთ ხვალინდელი ამბის პროგნოზით. ასეთი იყო 22 სექტემბრის მოვლენათა ქრონიკა. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. სერიალის სპონსორია პეგასუსის ავიახაზები. იფრინეთ ყველაზე დაბალი ტარიფით თბილისიდან და ქუთაისიდან სტამბოლში, ევროპასა და სხვა მიმართულებით. ენდემოლი წარმოგიდგენთ. ნამსხვრევები. ნურგული ეშილჩაი, ერქან პეთეკაია, ებრუ ოსკანი, ჯემალ ჰუნალი, თოლ გათეკინი, ნურს ელქოსე, ერთუღრულ პოსტოღლუ, გუნეშ ემირი, ელვინ აიდოღლუ, ალინ აბოზი, ბურაკ თოსკოფარანი, ლეილა თანლარი, ასლინ ჰარკაფანშაჰინი, გამზებ ალიმი. ოპერატორი ვოლკ ანაცლანი. კომპოზიტორები აიშე ონდერი, მაიკი. სცენარის ავტორები ილდის თუნჩი, მურატ ლუთფუ, მეთინ ალი. პროდიუსერი ოზლემ ილცევერი. რეჟისორი ჯევდეტ მერჯანი. ნამსხვრევები. ჯერ ჩვენს შოკში ვართ.
წარმოგიდგენია? ჩვენი ქალიშვილი ბაზალია. ბაზალი. ჯანსო მეორე ოჯახის შვილია. ძალიან მწუხვარდი ვარ, ნამდვილად რთული სიტუაციაა. ასეა. არ ვიცი ამ ეტაპზე რას გავაკეთებთ. ჩვილი რომ იყოს კიდევ. რა თქმა უნდა, სანამ შეეჩვეოდით ჩვილს დაიბრუნებდით და ჯანსუს თავის ოჯახს დაუბრუნებდით. 15 წელი. ჯანსუ როგორც საკუთარი შვილი ისე გავზარდეთ. რამხელა ამაგი გვაქვს. ამას არ დავუშვებ. ესე იგი ამბობ, რომ ჰაზალი ჯიჰანის უკანონო შვილი კი არა, თქვენი ნამდვილი შვილია. ნევინ, მოგიყევით, არ მისმენდი?